აი ესეთ შესანიშნავ ადგილას და ეხლა უნდა ვიპოვო სწორზედაპირიანი ქვა, რომელზეც შევწვავ ხორცს. შვენიერია. პატარა კენჭი მინდა რომ მოუყუდო. აი ეს ამოდგება. აი როგორც ხედავთ, ლამაზად იწვება ცეცხლიც და კარგადაც ცხელდება ჩვენი ქვა. სანამ გაცხელდება ჩვენი ქვა, მანამდე მოვამზადოთ ხორცი. დაგვჭირდება კამის თესლი. კამის თესლის ძალიან უხდება, მეგობრებო. აი ესე ცოტა ოდნენი ბევრი არა. თანაბრად გადავანაწილოთ მეორე მხარესაც. აი ესე. მარილიც მოვაყაროთ. მეორე მხარესაც მარილი. ჩვენი ხორცი უკვე მზად არის შესაწვავად. ძალიან მაგარია, მეგობრებო, შეხედეთ. სუმჭლე. ხორცი უკვე მზად არის. ცეცხლით დავანთე. ეხლა დაველოდები, როდის გაცხელდება ეს ქვა, რომ დავდო ხორცი. მანამდე კი წვენს დავლევ. ძალიან მაგარია. მზეც მთას ეფარება ნენელა, მზე აღარ გამოჩდება, მაგრამ არა უშავს. ხორცს მაინც შევწვავ ბოლომდე. ფიქრობ, რომ უკვე გაცხელდა ჩვენი ქვა და დავდოთ ხორცი ზემოდან. აი ესე. დაველოდოთ ახლა ერთი მხარე შეიწვას და მერე ამოვატრიალებ. როგორც ხედავთ, იდეალურად იწვება და ახლა ამოვატრიალებ, რომ მეორე მხარე შეიწვას. აი ესე. აი მე რა რბილია. უსმინეთ როგორ შიშხინებს. აი. აბა შევხედო, თუ მზად არის ამოსატრიალებლად. ჯერ კიდევ არა. კიდევ ერთხელ ამოვატრიალოთ. ოპა, ვაიმე. შვენიერი, ძალიან მაგარი. ცოტა ხანი შეიწვას. მე ხორცი უკვე გამზადდა და ეხლა გადმოვიღებ დაფაზე. აბა როგორ გამოიყურება. ესეც ასე. დავჭრი აი ამას, ჯერ შუაზე, რომ განახოთ შიგნიდან როგორ არის შემწვარი. აი მეგობრებო, ნახეთ. სუწვენი განმოდის. ამას კიდე გავჭრი ერთხელ. აი ასე. ნახეთ რა შესანიშნავია. დავაგემოვნებ და ვნახავ თუ როგორი გემო აქვს. აქ მაქვს სოიოს соуზი, უგემრიელესი. აი აქ დავდებ. უწუნიანესი. აბა ეხლა სოიოს соуში ამოვავლებ ამას. საოცრება მეგობრებო. საოცრება. მიმტანი სად არის მიმტანი? წაიღოს კერძი. ხორცი შევწვით იდეალურად. ძალიან გემრიელი გამოვიდა ის სუნელი ქინძის თესლი. ისე მაგრად მოუხდა, რომ ძალიან გემრიელი იყო. ამინდი შეიცვალა, მოიღრუბლა, ალბათ წვიმას აპირებს, არ ვიცი. შევეცდები მოვასწრო ზემოდან, უმაგრესი ხედი გადავიღო, თუ როგორ ჩადის მზე და ამას განახებთ თქვენ. კარგი, აბა, წავედით.